ხელოვნების მუზეუმის გამოფენილი შედევრების ექსპოზიციას დღეიდან ახალი ტილო შეემატა. დიდი რენესანსის დიდი ოსტატის რაფაელის მადონა ჩიტბატონას ასლი თავის დროზე მხატვრის ყველაზე ცნობილმა მოსწავლემ ჯულიანო რომანომ შეასრულა. სურათი 50 წელი მძიმე მდგომარეობაში იყო. მისი რესტავრაცია რამდენიმე კვირის, გაჩარჩოება კი რამდენიმე საათის წინ დასრულდა და მუზეუმის სხვა შედევრებთან ერთად დამთვალიერებლისთვის ზაფხულის ბოლომდე ხელმისაწვდომი იქნება. ნანა მანაგაძე დაზგური ფერწერის ფაკულტეტის სტუდენტი იყო, როდესაც ეს ტილო პირველად ნახა. საკუთარ თავს კითხა ოდესმე თავის პროფესიაში ისეთ სრულყოფილებას თუ მიაღწევდა, რომ რაფაელის ასლი აღედგინა. პასუხი 40 წლის შემდეგ მიიღო. იყო რამდენიმე ადგილას ფერი წამოწეული, ჰქონდა კრაკერიულები და ძალიან სქელი ლაქით იყო დაფარული. მას ჰქონდა წერის ექსკრემენტები, რომლებიც ძალიან საშიშია სურათისათვის. ორწლიანი რესტავრაციის შემდეგ მომწვანო ფერი ხასხასა ლურჯმა შეცვალა, მღვრიე წითელი თბილმა. ყველაფერი ავტორისეულ ფერწერას დაუბრუნდა. რენესანსის უდიდესი ოსტატის რაფაელის მადონა ჩიტბატონას ეს ასლი მხატვრის გამორჩეულმა მოწაფედ ჯულიანო რომანომ ზედმიწევნით ზუსტად შეასრულა. იმავე პალიტრაში, იმავე კომპოზიციით, ოღონდ ერთი განსხვავებით. განსხვავება არის სახეში. იქ დედანში ის ჩვილებს დახურებს ძალიან თბილი მომღიმარი სახით, ცოტა ჩვენს ასლში არის მკაცრი გამომეტყველება. ჯულიანო რომანო იყო ის, ვინც ყველაზე ზუსტად და ყველაზე ღრმად გრძნობდა რაფაელის ჩანაფიქრს, მისი კომპოზიციის ხასიათს, მისი კოლორიტისა და ნახატის სპეციფიკას და ჯულიანო რომანო რაფაელისგან დამოუკიდებლადაც მე-16 საუკუნის გამორჩეული მხატვარი იყო. ბოლო წლების ფერწერაში მან ეს დამოუკიდებლობა მანერიზმით დაადასტურა. რაფაელი მოგეხსენებათ უამრავ შეკვეთებზე მუშაობს მთელი ცხოვრების მანძილზე, არა? პირდაპირ დამკვეთია რომის პაპი, ვატიკანის დარბაზების ფრესკებზე მუშაობდა მასთან ერთად ჯულიანო რომანო. და ნაწილი უკვე რაფაელის გარდაცვალების შემდეგ, მაგალითად კონსტანტინის დარბაზი ჯულიანო რომანოს დამთავრებულია. ორიგინალს რაფაელის მადონა ჩიტბატონას რთული ცხოვრება ჰქონდა. ის ავტორის მეგობრის, ფლორენციელი კომერსანტის საკუთრებაში იყო, როცა მიწისძვრის დროს ჩამოვარდა და 18 ნაწილად დაიმტვრა. მას შემდეგ საუკუნეების მანძილზე არაერთი რესტავრაცია ჩაუტარდა. ჯულიანო რომანოს ასლმაც ასევე შორიგზა გაიარა. ფონდიდან საგამოფენო სივრცეში რამდენიმე ნაბიჯის გასავლელად მას 50 წელი დასჭირდა. რომანოს ტილო ექიმ მაიკობს ეკუთვნოდა, რომელსაც ცოლად ალექსანდრე ბატონიშვილისა და ალექსანდრე ჭავჭავაძის შთამომავალი ჰყავდა. დაქვრივებულ ნატალია ლვოვას კომუნისტებმა კლინიკა და ბინაც ჩამოართვეს. უსახსრობის გამო ის ხელოვნების მუზეუმს დაუკავშირდა და ნახატის ყიდვა შესთავაზა. შალვა ამირანაშვილს მადონა პირველი დანახვისთანავე შეუყვარდა. 1955 წელს 5000 მონეტად იყიდა და თბილისში ჩამოიტანა. თავის მოგონებებში წერს, რომ როდესაც ნათესავებთან ჩამოდიოდა თბილისში, ყოველთვის შემოივლიდა ხოლმე ხელოვნების მუზეუმში და შეხედავდა მის საყვარელ სურათს, რომელიც ყოველთვის გამოსაჩენ ადგილას იყო გამოფენილი. გამოფენა შედევრები კოლექციებიდან კრანახის ცნობილ მაჭანკალს, რეისდალის ჩანჩქერებიან პეიზაჟს, ბერნარდო დადის ტრიპტიქს, 11 ფონდის საუკეთესო ნამუშევრებს წარმოადგენს. სხვადასხვა ავტორის წარმოშობის, ეპოქისა და სტილის შედევრებს შორის ჯულიანო რომანოს მადონა ჩიტბატონაც დღეიდან ექსპოზიციაშია.